რიცხვები ახლა ყველაზე უკეთ ხსნის რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშში მოცემულია ყველა რიცხვი, რა შეასრულეს და რა ვერა. აღმოჩნდა, რომ პირველ კვარტალში, ანუ 2025 წლის იანვრიდან მარტამდე DGG-ს აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ასევე 50%-ით არის ჩამორჩენა საგარეო ვალის გეგმის შესრულების ნაწილში და ეს რიცხვები ცხადყოფს უკვე ეკონომიკური კრიზისის შედეგებს, რომელიც მათ შორის ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახება. თუ შევხედავთ სათითაოდ მონაცემებს, მაგალითად, მოგების გადასახადის ნაწილში 821 მილიონი ლარი შეადგინა შემოსავლების მოცულობამ, როცა 850 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი აქციზის შემთხვევაში, 490 მილიონი მიიღო შემოსავლების სახით ბიუჯეტმა, როდესაც 560 მილიონის მიღებას ელოდნენ და ასეთი იყო გეგმა. მკაფიოა იმპორტის გადასახადშიც გეგმის ვერ შესრულება 35 მილიონის ნაცვლად 31 მილიონი ლარი მიიღო ბიუჯეტმა. ეკონომისტები გვიხსნიან თუ რას ნიშნავს ეს რიცხვები. ეს არის შედეგი ეკონომიკური შენელების, რომელიც პოლიტიკურმა კრიზისმა მოიტანა და ცხადია, რომ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი. უცხოური ინვესტიციების არ შემოდინება, ქვეყნიდან კაპიტალის ნელ-ნელა გადინება, ინფლაცია, პროცესები, რომლებიც მთლიანად მიდის ეკონომიკაში, საბოლოოდ აისახება ბიუჯეტის შემოსავლებზეც და ეკონომისტები კიდევ უფრო მძიმე რეალობას ელიან მომდევნო კვარტალებში, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, როდესაც ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტად დაეტყობა ეკონომიკას ქართული ოცნების რეჟიმის ნაბიჯების შედეგი. პირველად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ასე ვიტყოდი, გვაქვს სურათი, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს არის გამოძახილი იმ შენელებულ ბიზნეს აქტივობაზე ეკონომიკაში, რაც გვაქვს სახეზე 25 წელს. ანუ ეს არის უფრო შედეგი, ხოლო მიზეზი არის ქვეყანაში შენელებული ბიზნეს აქტივობა, შემცირებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ამავდროულად არასასურველი ბიზნეს კლიმატი. აშკარაა, რომ ქვეყანაში გვაქვს კაპიტალის ნაკლებობა, ახალი კაპიტალი ფაქტიურად არ შემოდის სახელმწიფოში და რაც საბოლოო ჯამში უნდა გახდეს წესით აქტიურებული ეკონომიკის საფუძველი. სანქცირებული ბჭყალებში მთავრობა არ არის კარგი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ გადახვევა ევროკავშირის გზიდან არის ცუდი ეკონომიკისთვისაც. ჩვენ ახლა ვხედავთ აი ესეთ ნელ-ნელა იმ ეკონომიკურ ეფექტებსაც, რომელიც მოყვება თან პოლიტიკურ კრიზისს და პოლიტიკურ იზოლაციას. შემოსავლები იმ ტემპით, იმ მასშტაბით ვერ შემოვიდა, რაც იყო დაგეგმილი საგადასახადო და გაუჭირდა მთავრობას ახალი ვალის აღება, მას შესაძლოა მას მოუწიოს თავისი ხარჯების შემცირება, ეს ეგრეთ წოდებული სეკვესტრი, რომელიც ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. საშინაო და საგარეო ვალდებულებების ნაწილი აჩვენებს ასევე ეკონომიკურ რეალობას ქვეყანაში. საგარეო ვალდებულებების ნაწილში საპროგნოზო მოცულობის მხოლოდ 50% მიიღო პირველ კვარტალში ბიუჯეტმა. თუ აქამდე შეღავათიანს კრედიტებს იღებდა გრძელვადიანს ოცნების რეჟიმი, ასევე თუ იღებდა ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს, დღეს აღარ დგას იგივე მოცემულობა ქვეყნისთვის და პირველ კვარტალში ჩანს, რომ საერთოდ არ ფიქსირდება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, რაც აჩვენებს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული რეჟიმი ვერ იღებს მათ შორის ვერც ფინანსურ დახმარებას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ბიზნესმენები ღიად საუბრობენ უკვე გამოწვევებზე, რომელიც გაჩნდა. ICR ჯგუფის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე პირველებთან საუბრობს შედეგებზე, რომელიც მიიღო, მათ შორის მის ბიზნესში უკვე გეგმაზე
10%-იანი ჩამორჩენაა, ფასები გაზრდილია, მომხმარებელი შემცირებულია და იგივეს განიცდის ფაქტობრივად ყველა ბიზნესი მსხვილიც, რომლისთვისაც შედარებით მარტივია ამ ეკონომიკურ კრიზისში გადარჩენა. კახა ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ ვერ გადაურჩება ქვეყანა ეკონომიკის ჩამოქცევის პროცესის დაწყებას, თუ რადიკალურად არ შეიცვალა რეჟიმის მიდგომა და გამოსავალი არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის დაცლება. მსხვილ ბიზნესთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არც ერთმა ინვესტიციები არ გაუკეთებია ახალი. იმდენად ჩვენს ქონდა რაც ვერ გავაჩერებთ ახლა ახალს არაფერს არ ვაკეთებ რა გამორიცხულია ახალი არ უნდა გავაკეთო ჯიჟი უნდა ვიყო. პირველი კვარტალი შეავადარეთ ლევანდელი შარშანდელს და უფრო მეტი ფასდათმობის გაკეთება მოგვიწია წელს, მაგრამ მიუხედავად ამისა 10%-იანი კლება გვაქვს ჩვენ ქსელში მომხმარებლის შარშანთან შედარებით, საშუალო გადახდის ჩეკიც დაბალია, რაც მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც ნელ-ნელა უფრო სიღრმეებში შედის. ეკონომიური ჩამორღვევა ქვეყანას ვერაცდება, თუ ქვეყანამ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომები და რადიკალური შეცვლა ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს. არსებულ სიტუაციაში ჩვენი ყველაზე დიდი რისკი არის გაუმართავი ინსტიტუციები, არარსებული სასამართლო, სადაც ყველა ბიზნესმენი რო კითხოთ, ალბათ ნატურალურს სასამართლოში არ მოუწიოს დავა, არა აქვს მნიშვნელობა კერძო იქნება თუ სახელმწიფოსთან. როდესაც ეს დაწერილი კანონები ქვეყნის არ არსებობს და ეს პრობლემა შეგვიქმნის ქართულ ინვესტორებს, შესაბამისად უცხოელი ინვესტორიც ინფორმაციას ყოფლობს, აქ ქვეყანაში არც ერთი მსხვილი კომპანია სერიოზულ ინვესტიციას არ განახორციელებს. არსებული ჩვენი პარტნიორებიც აღარ აპირებენ, კი არა მიმდინარე პროექტებზეც ამბობენ, რომ ესე ვთქვათ ფიქრობენ რომ გააჩერონ რა, იმიტომ რის ფაქტორი იდება, ხედავენ და ესე ვთქვათ კაპიტალის გატანაზეც განიხილავენ. კაპიტალის გადინება, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების არარსებობა, შემცირება პირდაპირ აჩვენებს მდგომარეობას, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა, ბიზნესიც, ეკონომისტებიც ელიან კიდევ უფრო მძიმე ეფექტს და ერთადერთს, რასაც ახლა ელიან, ოცნების რეჟიმის გონს მოსვლა, რადგან სხვა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებასთან ერთად მივიღებთ იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელიც პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახლეობას.